ჩვენი შოუ 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 საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი ჯონი ჯანჯალაშვილი ყავს დღეს მოწვეული ჩვენ შოუში ოდი შეგენაცვალე ჯონი კეთილი იყო შენი მომბრძანება ჩემო კარგო დროის ეპოქის მომენტის შესაბამისად ხარ ჩემო ბატონო გამოწყობილი და გავლენის ქვეშ ვარ ჩანს რომ საფეხბურთო ციებს ხელება მთელ სოფლიოში და იხდება სოლიდარობას უცხადე შენი არაერთი როლია პოპულარული რომელიც ახსოვს მაყურებელს და თან ამ ბოლო დროს სატელევიზიო სივრცის მიღმა კიდევ სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია შენი ქართველი პერსონაჟი ქართლთან შენ ჯერ ერთი გაკავშირებს სიცხორცეულად შენი წარმოშობა, შენი მშობლიური კაფთისხევი, რა თქმა უნდა, მიწაწყალი ასე თქვა და თანაც არაერთი ისტორია გაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებული. მე მახსოვს ერთი კოლორიტული პერსონაჟი შენი აი მონათხრობიდან, თუ არ ვცდები ეს იყო მასწავლებელი ქართველი, ხო, რომელიც მე მგონი ფიზიკის გაკვეთილზე შემოვიდა. აი ეს ამბავი მინდა რომ ჩვენ შოუს მაყურებელს გაუზიარო. ხო, ჩემი სკოლის პერიოდის მოგონებაა რა. ფიზიკის პედაგოგი რაღაც შეუძლოდ გახდა და ვერ მოვიდა სკოლაში გაკვეთილის ჩასატარებლად და ცოტა შეუსაბამობაა, მაგრამ შრომის მასწავლებელს თხოვეს, რომ რო არ გაცდეს გაკვეთილიო და ბავშვები აურძაური არ ატეხონო, შედიო და ჩაატარეო ფიზიკის გაკვეთილიო. ამ დროს შრომას გვასწავლიდა ის კლიბები, ჩაკუჩები რა, გვაკეთებინებდა 1000 რამეს წინსაფრებში გამოწყობილი, ესეთი იყო მაშინი. ცოტა შორს იყო ფიზიკისგან ჩვენი პედაგოგი და ფიზიკურ შრომასთან ახლო იყო და ხო ფიზიკურ შრომასთან ახლო იყო მაგრამ ფიზიკასაც ცოტა ხო და რა თქმა უნდა უარს ვერ ეტყოდა და სხვა გზა არ ქონდა შემოვიდა ქართლიდან იყო წარმოშობით და გადაშალა წიგნი ეხლა ხო უნდა იცოდეს რაზე ისაუბროს მაგრამ შორს იყო თემატიკასთან და გადაშალა ეს წიგნი და ფურცლების გაყოფილი როა ფურცლები. იქ აუსვამს ხელს, ჩაუსვამს ესე. ეხლა კარგად ამიგდეთ ყურით, თორე არ არის ადვილი მასალა, რთულია და შეიძლება ვერ გაიგოთ. ამ დროს ტიტული პროჩორს იყო და კარგად ამიგდეთ ყური, ხმაური არ იყოს იცოდე. თორე მე ინანებთ. გავისუსე ჩვენ და თემა იყო ესეთი გაკვეთილი რა. ორთქმავალი ვინ გამოიგონა. თემა არის ძალიან საინტერესოა რა. ორთქმავალი გამოიგონა მამადაშვილმა. ის კი არა თქვა რომ მამადაშვილმა სტეფენსონებმა. მარტო ეგ თქვა რომ მამადაშვილმა გამოიგონა. მე ხლა ბუნებრივად გადავერთე ქართლში რა. მამადაშვილი მეტეხელი ხო არ იყო ბატონო იცი ხო სახეს არ ვამბობ. ხო და რაშუაში აქა მეტეხელიო ამ დროს მეტეხზე რატო წავედი იცი მეტეხელი იყო ერთ-ერთი გამომგონებელი რომელიც მამაჩემთან ერთად მამაჩემი იყო ელექტროინჟინერი სალოკომოტივო დეპოში და ისიც მუშაობდა იქ და პირველი თბომავალი რო ჩამოიყვანეს საქართველოში მაგათ ჩამოიყვანეს ჩვენებმა და დღის წესრიგში დადგა რომ უნდა გადააკეთონ თბომავალი ელმავლად და მაგაზე მამაჩემი რა თქმა უნდა ლომისწილი იყო, ელექტროინჟინერი იყო და უცბად იმიტომ რომ რელიეფი მოითხოვდა, ყველგან ხო არ იყო ელექტროფიკაცია და ეს იყო იმის საფუძველი რომ მე წავედი მეტეხზე. ხო და ამას არ ესიამოვნა ახლა რა. მამადაშვილმა. ეხლა ჯანჯალაშვილი ხო იცი შენა? არ მომწურ შენი საქციელი. იცოდე პასუხსადე შენ ნატისკარო შენა. ნატისკარო ეხლა დისკი გირა ესე იგი ვითომ პატარა რო ვარ დისკში ხარ მოყოლილი მაგას გულისხმობ. და შემკლასელებს ხო მეტი არ უნდა და кайხანს ნატისკარს მეტახდა. ისტორია შემორჩა ეგ ნატისკარი რა. მამადაშვილმა. დიდ საკონცერტო დარბაზში რო ვიყავით მაშინ
ცხონებული ბუთხუზით ხო იქ ვიყავით მთელი დღეები და რეპეტიცია გქონდა. დავამთავრეთ რეპეტიცია და რეპეტიციის მე და გია ხაჩატუროვი ღმერთო აცხონე მის სული ქვეყნად გამოვედით რა, სულ ერთად დავდიოდით ხოლმე. გია ახლა ჩემზე მაღალი იყო და თან ჩემი ძმაკაცი და ყველაფერი ბავშვის ნათლია თანაც და სულ ერთად ვიყავით და რო გამოვედით საკონცერტო დარბაზიდან მაყურებელი რო შედის იმის მოპირდაპირე მხარეს ტროტუარზე იყო ხოლმე გაჩერება. იქითაც 51 სკოლის წინაც გაჩერება იყო და აქეთ მომავალი, აქეთ მხარესაც იქ იყო ზუსტად გაჩერება და დავინახეთო ყურადღება მიიქცია ბელასტენი დგა რა. გაჩერებაზე დგა ბელასტენი. ჯონი, ვისაც არ ახსოვს ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, ვინც არ იცის, უთხრათ რომ ცნობილი უკრაინელი კალათბურთელი იყო, 2.14 იყო სიმაღლეში. ხო, გიას ხო მეტი არ უნდა ეგეთ რაღაცებს ეძებდა, მაღალი, დაბალი რამე. აი თუ ვაშკაცი ხარო, მიდიოდა იმას ფეხებში გაუძვერიო რა. და ამ დროს კალათბურთელების დგომის მანერა ხო იცი როგორია? ესე კი არ დგანან. აი ესე დგანან რა. გაშლილი ფეხებით დგანან და მე ახლა უკან რატო დავიხედი? მოდი იმ პირობითო რა. თუ შენ გაუძრები ფეხებში ურჩო და მოიგებო, მე ვკისრულობო. თუ ვერ გააკეთე ის რაც ჩაიფიქრეთო, მაშინ შენ იკისტრეო. კაი მეთქი. უკან ცვლა არ მივეცი პირდაპირ დავადე თავი და ერთი სუნთქვა კი ავიღე რა. მეთქი რო გავძვრე ფეხებში არ აიქნება რა ვიცი და სუნთქვა ავიღე და გავიარე. მოუბრუნდი გამოვიარე ისევ. სამჯერ გავედი გამოვიდი. ეს გაგებაში არ არის ბელასტენი. ვერც მიხვდა რომ მე გავედი და გამოვიდი ფეხებს შორის. ხო და ამ გიამ ხელები აწია. უკან დამხევი არა ვართო. წავიდეთო ეხლა და დაუძახეო და წამოიყვანე ხინკალი უნდა ვიკისროო და ისეთი კაი დრო გავატარე. ჯერ გაუკვირდა რა უნდა თუ ამათ მე რა შუაში ვარ, მინდა არ მეკითხები არა. რატო ვებადიჯებია? ხო და მე გავარკვეთ ყველაფერი აუხსენით რა შეიყო საქმე და ესე ჩაიარა ამ ისტორიამ რა. გადავრჩი. ჯონი, კიდე ერთი რამ მინდა ვუთხრა მაყურებელს რომ ხშირად ხდება ასე, რომ ცხოვრებისეული ისტორია გადაინაცვლებს სცენაზე და მეტიც შეიძლება გადაინაცვლოს სპექტაკლში. ჩვენ შემთხვევაში მიუზიკლში. ასე იყო მიუზიკლ ფიროსმანში, როდესაც შენი პერსონაჟი, რომელიც ნიკალას მეგობარი იყო სცენაზე, ფიდო ყვებოდა ამბავს იმის თაობაზე თუ რატო ქვია ხარფუხსა ხარფუხი. ეხლა ეს ფიროსმანის გულშემატკივრებს, ანუ მაყურებლებს კარგად ემახსოვრება, მაგრამ საიდან წამოვიდა ეს ისტორია და ესეც რომ ქართლთან არის დაკავშირებული და შენს მშობლიურ სოფელთან კავთისხევთან, მოდი ეს ამბავი გავიხსენოთ. მართლა იყო ეგრე, მე მაშინ ჭაბუკი ვიყავი და ეხლა სოფელში რო ჩადიხარ, შრომით თავს არ ვიკლავდი მაშინ და დასასვენებლად რო ჩავდედი, ბირჟაზე გავდიოდით ხოლმე რა, იქ ვიკრებებოდით ჩემი თაობის ხალხი და იქ ერთ-ერთი პიროვნება იყო რა, იქაური ადგილობრივი, ძალიან ისეთი სამი თითი ქონდა მარცხენა ხელზე და ორი თითი ქონდა მარჯვენაზე. და ძალიან ისეთი თავისებური იუმორით, გრძნობით იყო დაჯილდოებული და ვეკითხები ახლა იმას. სახელს არ ვიტყვი. ხო არ იცი მეთქი, რატო ქვია კავთისხევს კავთისხევი? ჩემოკეთილო რა, მაგალითად რა და დაიწყო ესე მიხსნის. რატო ქვია კავთისხევს კავთისხევი? აი მაგალითად რა, შენ გაინტერესებს რომ იცოდე რათა ქვია კავთისხევს და კავთისხევი რა? აი, მამა ეგეთქვი კაცო. მაგის მეტი რა ვიცი კაცო. აი მაგალითად ავიღოთ არის თვალადი არის მაგალითად ხო? საკავთისხევო სოფლები ჩამოთვალა. თვალადი არის, წინარეხი არის, ეზატია, თელადგორია, ჭოჭეტია. აი მაგალითად რა, როგორც ასეთი რა, მაგალითად აი როგორც მაგალითად თვალაც აქვიან თვალადი. წინარეხს აქვია წინარეხი. ჭოჭეტს აქვიან ჭოჭეთი. ეზატს აქვიან ეზატი არა? აი ეგრე ქვიან კავთისხევსა კავთისხევი რა, მაგალითად. ეს გევარ და უყურე. აღარ ვიცი რა ვქნა. შენ გაიხარე, მე უთხარი, ბიჭო. დამეღალა მეთქი ტვინი, ამდენი ფიქრი. ვიძახი, რატო ქვია კავთისხევს კავთისხევი? გაიხარე, მე უთხარი. ეს რომ მოუყევი ბატონჯიმოს.
ისე მაგრად იხალისა ისე და სიტყვა არ მოუღე, თუმცა შენც იქ არ იყავი. ეგრევე მაშინვე გადაინაცვლა რა თაიქია ხარბუღს და ხარბუღი. როგორც რიყეს ქვია რიყე, ავლა ბარსა, მაგრამ იქ კარგად გქონდა და ავლა ბარი. თუ შესაბამისი შევეცვათ ეხლა დაბლა. კაცო, ისე რა თაიქია კალთისხევი რეალურად უთხრათ ეგ მაყურებელს ვინც არის ის. თრიალეთის ქედი ესაზღვრება სამხრეთიდან კალთისხევს და თრიალეთის ქედზე ძალიან ძნელად მისადგომია აი ჩვენი სოფლიდან რო ახვიდეთ ორი დიდგორიდან მიდის გზა და ბოლო 500 მეტრი შეიძლება ფეხით წახვიდე. მანქანა იქ აღარ ძალიან რთული რელიეფური ადგილია და იქ არის სალოცავი კავთა და კავთის ხეობაში გაშენებულია ეს სოფლები. და მდინარეც არის კავთურა. მდინარე არის კავთურა. კავთურა კი მახსოვს. კი და ამ ხეობაშია უამრავი სოფელი რა ჩამოთვალე მაგალითად თვალადი, გუდალეთი, თელადგორი, ეზატი, ჩოჩეთი, შუაუბანი და ასე შემდეგ. და როგორ ჩოჩესაფია ჩოჩეთი და როგორც იმას ქვია, ეგრე ქვია კავთისხევსა კავთისხევი. აი ხო გაიგეოდო, მე უთხარი არ გაშენოდა. აი განაცდა მეთქი, გამინაცდა გონე. გაიხარე ჯონი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი გახდათ ბატონი ჯონი ჯანჯალაშვილი. ჩვენი შემდეგი სტუმარია დუეტი გურიშვარდი. ბოკა კვეკესკირი და თემონა ჯგერენაია. მოგზადით. მოგესალმებით. აუმარჯოს. მოგზადით. მოგესალმებით. მოგესალმებით. ბოკა, თეონა, მიხარია რომ გასმენძლებთ. პირველად ხარ ჩემთან სტუმრად. ნამდვილად კეთილი იყოს ჩვენი ფეხი, დებიუტია თქვენს სტუდიაში, ჩვენი ყოფნა და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ მოგეცა საშუალება და დუეტი გურიშვარდი წარსდგა მაყურებლის წინაშე. გენაცვალე, გაიხარეთ. დიდი მადლობა ჩვენ შოუს და ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩვენი გენაცვალე. გაიხარეთ. დიდი მადლობა. გურიშვარდი. ესე იგი, ალბათ ბევრს უკითხავს, რომ რატომ ეს სახელწოდება და სიმართლე გითხრათ, ვინაიდან მე თქვენ გიცნობთ, ჩემთვის ზედაპირზე დევს პასუხი, იმიტომ რომ ორივე მომღერალი ბრძანდებით, ორივე მეგრელი და ორივე აფხაზეთიდან და რა თქმა უნდა გურიშვარდი, სხვა რა უნდა ყოფილიყო. ესეც არის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პირველი სიმღერა სირექჩქიმი გურიშვარდი, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტ სივრცეში, შევჯერდით, რომ ჩვენი დუეტის სახელი უნდა ყოფილიყო აუცილებლად გურიშვარდი, რაც ქართულად ნიშნავს გულის ვარდს. კეთილხმოვანი არის ჩემო ბატონო ჯგერადობას და მიმართულებას მაშინვე ჩანს დუეტის რა უნდა იყოს და ის ემოციური განწყობა თავიდანვე იქნება. და ვფიქრობ, რომ ვამართლებთ ამ ყველაფერს. კი ბატონო. მე როგორც ვიცი, თან თქვენ აპირებთ მუსიკოსების დამატებას და ასე ვთქვათ ჯგუფის შექმნას და ჯგუფსაც გურიშვარდი უნდა დაერქვას თუ თქვენი შემდგომი სიმღერა რომ არის მეორე გოლივაფირო საქართველო ამას დაარქმევთ. რა გაქვთ გადაწყვეტილი? ვფიქრობ, რომ გურიშვარდი დაერქმევა ჯგუფსაც და ალბომიც გურიშვარდი ძალიან მალე გამოვა. ძალიან კარგი. დავასრულებთ. ძალიან კარგი. თქვენ ასრულებთ მეგრულ სიმღერებს. ჯერჯერობით მხოლოდ მეგრული სიმღერებია თქვენს რეპერტუარში. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ მე თუ მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი განსაკუთრებული სიყვარული სამეგრელოსა და მეგრული სიმღერების მისამართით, ეს არის მართლა საოცრება. განსაკუთრებით ხალხურ სიმღერებზე როცაა საუბარი, ნებისმიერი დიდი ქვეყანა აი ინატრებდა და იქნებოდა ბედნიერი, რომ იმის ნახევარი სასიმღერო რეპერტუარი ქონდეს შექმნილი და იმ ხარისხის, იმ მხატვრული ღირსებებისა და ღირებულებების, რაც აქვს შექმნილი სამეგრელოს და რა თქმა უნდა, ამ ხრივ თქვენი არჩევანი ჩემთვის სრულიად გასაგები და აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ მეორეც არის მეგრელები საკმაოდ კაცრად აფასებენ და ესე გამოწვლილვით თავად რეპერტუარსა და შემსრულებლებს და ხო ორივეს მინდა ვკითხოთ ვაგოშკურნანო? მუჭო. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ნამდვილად. დაახლოებით 3 თვეა ხო 4 თვე რაც ჩვენ ეს ამბავი დავიწყეთ და უკვე ძალიან დიდი აუდიტორია გვყავს მსმენელი. თოთოები ვარ ჯერ თოთოები ვარ, მაგრამ არა გვაქვს დანებების საშუალება, რადგან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ამბავს და რა თქმა უნდა ყველა დეტალზე ვმუშაობთ.
ერთი ბგერაც კი არ უნდა გაგვეპაროს, რომ და სხვათა შორის აღნიშნავ, რომ ტექსტი მეგრულად ნამღერი ამა თუ იმ სიმღერაში უნდა იყოს აუცილებლად ზედმიწევნით სწორად ძალიან მნიშვნელოვანია, კი, ნამდვილად. იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევა სხვა შორის TikTok-ზე რომ ქვევით მიგვიწერეს რომ ეს სიტყვა ესე არა თუ შეიძლება ეს და მე გამოგვისწორებია. რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ჩვენ ამ ყველაფერს. რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მოვისმინე ჩვენთვის უსაყვარლესი მსახიობი კითხულობდა გალოტონი მედია ჩახავა ლექს და მინდა რომ გაგიზიაროთ. კი ბატონო, სიამოვნებაა. ორსტროფიანი ლექსი. ვარძე და ჭინჭარზეა. ურიგობა მუშენირე ბაღის ვარდი ქორგუდას. თექი მოსასვანჯებელი ოქროშ ტახტი ქოდგუდას. ვარდის დო ჭუჭელს. ჟირიხოლოს ოკო ჯინა. ვარდის ჯუნა ქოხვადუდა ჭუჭელს. ხვადუ მიკოჯინა. ეცეთი პატარა პროფილი სერიერი. თეორა, მე როგორც ვიცით, თქვენ მუშაობთ თან სკოლაში, გაქვთ თან საბავშვო სტუდია, ანუ ბავშვებთან გაქვთ აქტიური შეხება და მითხარი ისინი თუ არიან ჩართულები, თუ გეუბნებიან რომ TikTok-ზე გნახეთ მას, მოგისმინეთ, აქვთ ხოლმე ესეთი შეფასებები? ხშირად არის ხოლმე გაკვეთილს, როცა ვიწყებ და შევდივართ, მას იცით რა, მე გუშინ ტელევიზორში გნახეთ, იციან ხოლმე ესე გამოხმაურება და ზოგი კომენტარს მიწერს, რა თქმა უნდა, მშობლის Facebook-იდან და მოკლედ იციან მოსიყვარულება მასწავლებლის მიმართ და გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, სიხარულს, რა თქმა უნდა. და მეც ბედნიერი ვარ ამით. წარმატებები მინდა გისურვოთ ბავშვებთან ურთიერთობაში და თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში და იმდენჯერ ვახსენეთ სახელწოდება ეს მართლაც კეთილხმოვანი და მშვენიერი გურიშ ვარდი, რადგან ალბომის სახელწოდებაც ეს უნდა იყოს და ასე ქვია თქვენს დუეტსაც და თქვენი პირველი სიმღერა სწორედ ეს იყო, მოდი შევასრულოთ გურიშ ვარდი დღეს ჩვენ შოუში. კი ბატონო. ავაკოთ. სირაჩკიმი გურიშ ვარდი Dobguri da domingari Skanijgiris kwami khet Kurskun morgvi avardi Skanijgiris kwami khet Kurskun morgvi avardi Drome urse ugemuro Shkimi guri gilengars Drome urse ugemuro Vagi oldo mukimina devet khuat artias Vagi oldo mukimina devet khuat artias Sirak chimi gurish vardi dobguri da domingari Skani jiris kwami khet Kurskun morgwi avardi
Skani giris kwa michet Gurs kun morgui avardi Skani giris kwa michet Gurs kun morgui avardi Skani giris kwa michet Gurs kun morgui avardi დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს, წარმატებები უსურვოთ მათ. ჩვენი შემდეგი სტუმარია ჟურნალ ათიანის რედაქტორი, ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ბატონი გია გორგოძე. მოგესალმებით ბატონო გია. მადლობა მიკეისთვის, მოგესალმებით. თქვენი სტუმრად ყოფნა არის ერთი სიამოვნება ჩემთვის და თან დღეს განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს, რის გამოც მოგიწვიეთ. თქვენ ბრძანდებით უახლოესი მეგობარი საოცარი ფეხბურთელის, მართლაც აი ლეგენდის, მე ვიტყოდი სოფლიო ფეხბურთის, არა მხოლოდ ქართული ფეხბურთის, ბატონი დავით ყიფიანის და სწორედ მის გამო ეწოდა ათიანი აი ამ ჟურნალს, რომელიც 19 წელია გამოდის და რომელიც ერთ-ერთი ერთგული მკითხველი მე ვარ, ეხლა უკვე ელექტრონულ ფორმატში გამოდის ეს ჟურნალი და დავით ყიფიანს კი სულ ცოტა ხნის წინათ შეუსრულდებოდა 75 წელი, 18 ივნისი იყო მისი დაბადების დღე. და ვისაუბროთ ბატონ დავითზე და იმ დიდებაზე, იმ საოცარ ატმოსფეროზე, საოცარ სახელზე და რაღაცა განსაკუთრებულ ესთეტიკაზე, რომელიც შექმნა დავით ყიფიანმა. კი ბატონო, დათო საუბარს სათქმას აგამონებს. დათო ფეხბურთზე ვისაუბრო თუ პიროვნება გავიხსენოთ. აი, როგორც საჭიროა პიროვნება გავიხსენოთ. პიროვნება გავიხსენოთ, კი ბატონო. ხო, ჩვენთან მეგობრებთან საუბარში ფეხბურთიდან ისვენებდა ხოლმე. ევრო 2024-ია და 18-ში ვითამაშეთ დათოს დაბადების დღე იყო თურქეთთან პირველი თამაში დორტმუნდში. თასხმაწვიმა იყო წყალილო ჩამოვიდა იმაზე. და რაღაც პატარა ჩანახატია ეხა გამოვა მე-6 წელი ქართულ ფეხბურთს აუკუნეს და ამას ხვები. ევროპაში შემეც გახსნა და რა ემოცია მარტო უყურებ სახში დორტმუნდია წვიმს და წამიყო მოგონებებმა ყიფოს დაბადების დღეა და ხებოდა 73-ის. მოგონებები 64-ია საიდანაც ვერავინ გამოგვაძევებს და ჯერ ვიფიქრე რომ მეთქი წვიმა მიომსგავს ჯერ 79 წლის 6 ოქტომბერს ლივერპულთან რო ლივერპულთან კი დავსხვა წვიმა. ხო მე ვიფიქრე ხა ენფილდზეც ხო არ წვიმს მეთქი. მე რატომღაც ალუზიებს ადმეკავ ხარ ხომ. მე მაკონდოში წვიმს გამახსენდა აურელიანოს რონება პოლკოვნიკი ხერნანდო მარკესი. დათო ბედნიერია სულ ყველა ვისაც დათო უნახავს, დათოს თამაში უნახავს სტადიონზე, იმიტომ რომ მის სილაღეს სხვა გასახანი ჭირდებოდა. და დათოს სიხარული ის იყო რომ მისი ამ დღესასწაულების თანაზიარი იყო სტადიონზე შეკრებილი უამრავი გულშემატკივარი. ჯერ მისვლა როგორ იყო სტადიონზე. ეხლა მეგობრები ვიჯექთ ერთად მე-9 სექტორში და რო ადიხარ კიბეებზე და ხან. უამრავი ახლობელია ნაცნობი და ეხლა გეკითხება ისეთ რამეს ესი პასუხიც კარგად ცნო. დათო ყიფო ხო არა დღეს? ოქი აგეყიფო აგერ არა. ეს ხო ზეიმი იყო მართლა და ამ ზეიმის შემოქმედი გახდა დათო. უშუალოდ შუქნიდა ამ სიხარულს როგორც ბატონმა კახი თქვა. წლისთავი იყო გასული დათოს საღამო ქონდა რუსთაველის თეატრში. ადამიანები იშვიათად ჩუქნიან ამდენ სიხარულსო. დათო ჩუქნიდა და ჩვენ კიდევ ღებულობ თითქოს ეგრეც უნდა ყოფილიყო. ჩვეულებრივი ამბავი იყო თითქოს. დღესასწაულის წარდგენში გალია თავის სააქაო 50 წელია. თუ არ იყო დღესასწაული მის გამოგონებას ცდილობდა. თვითონ იყო ამ დღესასწაულის შემოქმედი. მიფოს უყურდა ძალიან სიმღერა. თქვენ თემაზე გადმოდივა. რო გითხარ რა ხა თვალ ბოჩელი იყო არა სიმღერა უყურდა ძალიან და ბედნიერი იყო იმით რომ მისი ყველა ახლო მეგობარი ჩემი გამონაკლისით ყველა მაგრად ღეროდა შენ უამრავს ის რომ მათგან კი ბატონო. ამოჩენილი ხონდა ერთი თვითონ იმას აყობოდა ხოლმე და თან მეგობრების დახმარებითაც იმაში გამეცადნენ და კარგად ღეროდა ეს ქალაქური სიმღერაც სევდიანი წვიმს სევდა ჩაივლის. და ეს ამაკვია და ზუსტად ის უყურებდი ამ დორტმუნდის სტადიონზე წვიმას და გახსნას. და ჩემთვის ვეკითხებოდი, ჩაივლის როდესმე, უყიფიანობის სევდა. იწერია, ყველას თავარწინში ესეც ჩაივლისო, მაგრამ სანამ ერთი კაცი მაინც ცოცხალია, ვისაც მის თამაშს ცოცხლად უნახავს, ალბათ გამხსენებელი არ უნდა დაელიოს. დათოზე მოგოლოს ვაპირებდი პარიზშიც. ამას წინათ გახდით ძალიან საინტერესო მიზეზით. წიგნი გამოვიდა, ქართული ფეხბურთის ისტორია, პირველად გამოვიდა ეს. უცხოენაზე საზოგადოება დაიბეჭდა და ამ წიგნის პრეზენტაცია შედგა ჯერ ლონდონში, ის იყო მარტში, მარტის 14-ში.
და შემდეგ უკვე აპრილის 17-20 იყო საქართველოს პირველი გახდა მიწვეული საპატიო სტუმრის რანგში პარიზში გრან-პალეში გრან-პალეს სასახლე წიგნის სოფლიო გამოფენაზე. და იქ ქონდა პატივი წარმოადგინა ეს წიგნი, ჩვენი თარჯიმანი მყავდა რომ ფრანგული კარგად იცოდა ქალბატონი. ბელა ხაბეშვილი უნივერსიტეტში ფრანგული ენის კათედრა მიყავს და ველოდები კითხავს ხა მოუხევი ხა თან უკან მიდის აი კადრები მიდის. ყველასია იქ ბორე პაიზან დაწყებული, ვინც არის მართლა ყველა დიდი ფიგურა ქართული ფეხბურთის. ნუ მათ შორის კითხავს ცოტა მეტად შევშერდი. მაგრამ კითხვები, ბევრი კითხვები, ყველა კითხვა ყარაზე იყო რომ. რა თქმა უნდა. არის გასაკვირი არ არის ხო? არა შევხვდი მანამდე თქვა რომ მოსულიყო, მაგრამ ყარა თავის თავს არ ეკუთვნის და ყარა მითხა მე ვეცდები თუ გამომიშვავთ რომ მეორე დღეს თამაში ქონდა და ანუ ჯახს არ მოვლენა, მაგრამ ყარას ველოდებოდა მოვიდა მაკრონი და გამი ჩაშალა ის გამოფენა, იმიტომ რომ გარეთ 30,000 კაცი დახვდა პალესტინის და ირანის დროშებით და ნუ გადაკეტილი იყო ტელევიზიის მინდვრები. შეშველი ლაშტაბუკაში ქონდა პრეზენტაცია და ეხლა ეს ორი კაცი ტოლები ნელ-ნელა მიდივართ. ვინ მიგიშვა ელისეის მონდრეთ? მანქანები ჩამოხდა კონკორდზე და იქიდან წარმოედგინე რამდენი არის ფეხით. მაგრამ ეს მოსწას ნამდვილად მეშინო რა გამოჩენილი. ეს იგი მე თქვენ დაგიტოვეთ. დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი საჩუქარია ნამდვილად. დათო იუმორზე აცრელი არ იყო. მაგრამ მე ხალისიანად გავიხსენოთ, იმიტომ რომ ის ამონა. განსევდიანად დავიწყე და ხალისიან ამბავს გავიხსენე. თან ხალისიან და კარგ დროს. ნუ ხა მაგასანება დუსელდორფში მოვიგეთ 13 მაისია, გუნდი ჩავაფრინდა 15-ში 21-ში რესპუბლიკაელის გენერალური ხუთვარსკვლავიანი პრეზიდენტი უნდა ჩამოვიდეს, თელი თავისი ყველა რესპუბლიკის პიროვნებთან ერთად საქართველოს გაწეთლების 60 წელია და დათო იმ ხანად ჯანაშიას ცხოვრობდა ჯანაშიას ოტნოვეში, ზოლოურში და რაღაც სახლში რაღაც რემონტი იყო თუ რაღაც. მოლიც ტელეფონი რეკავს და ასასიამოვნო ტემბრით ვიღაცად კითხულობს დათოს კითხულობს და შეხვდა დათოს ლიდერი ქაბატონი მარინა კანდელაკი. დათო არ არისო და ვიმძანდებითო და ნუ ძალიან ინტელიგენტური ხვალ ესეთ სასიამოვნო მოსავ. მე გახლავართა კომპოზიტორი შოთა მილორავაო და დათოს თამაში რომ ნახეო ვერ მოვითმინეო და კანტატა დავწერე დათოზე. მინდა ორი პირველი დათოს მოვასმენეო. ნუ თქვა კი ბატონო, როდი შეიძლებაო? როცა თქვენ ჩათვლით აი დღეს საღამოთაც იქნებაო და ინსტრუმენტი თუ გაქვს როგორ არის როიალი გაქვს შევ ეს თემები გაქვს დაიფატიჟე იმ კაცმა თავი და საღამოს 8 საათზე მოლეთ დათოს დაურეკეს ისოდა მოემზადნენ იქ რაღაცას უფრო გაიშალა 8 საათი შეულდებიან რომ მომზადება კომპოზიტორი კანტატით მაგრამ 7 საათი არ გადაიწყო და მოვიდა ამ დროს გია ფერაძე ეხლა გია ფერაძე ის საყვარელი კაცია ძალიან დაცვას უყვარდა და მეგობრობდნენ ბავშვებიდან მაგრამ გია ცუდი მოწმეა ეხა კანტატის პრემიერაზე რა ვერ არის ხა მეორე დღეს თბილისში გაიგებს და ნუ კიდე კაი დიდი ბინა იყო და იქით ლოჯიასკენ გაამწეს ეს იქ მოართეს ხაჭაპური ავადალია კონეგზე ვარ თქვა მეორე მოქმედებაში შევდივარ უნდა გავიქცე მალე ეს კი გაუხარდათ და ნუ 800 წუთები უკლია და გია ხაროშო წავედი ეხლა მანამდე მოყვა თბილისში როგორ აღნიშნეს ეს გამარჯვება იხუმრა ყიფოც გააცინა განსაკუთრებით მაშინ გაეცინა ყიფოს უთქვა რომ 8 საათამდე უნდა წავიდე აუცილებლად შევდივარ და უკვე მოიშოგულზე ხო და ყიფო ბედნიერად გააცილა კარებამდე და უცა ბეონება რომ უი სუდამოვის დაგას რომ მოდიოდიო სასურა საქართველოსთან ვერლები იდგენ და აი თუკია ხო იცი მილორავაოს მამის იყო შოთა მილორავა არის კომპოზიტორი და რო გაიგო რომ შენთან მოდიოდიო მითხაო რომ ძალიან გითხო დათოს გადაეციო ფინალის გადაკეთება მინდაო დღეს ვერ მოვალო და დღეში ყიფო ხა იმ წუთში მიხვდა მაგრამ მე ჩაასრო კიბეზე ბრაგაბრობი კიბეზე სადა გამოდევნება მაგრამ კუთხეს დოდოს ძეგლი რო არის აბაშიძის იქ უკვე თელი ვერლებით განან ახლა იქ ორთქიავე კაცები არიან და სად მირბიხარ გააჩერეს და გაასწრო სამშვიდობო სფეროზე. მე ხა ესე ხარ მორჩება ეს ამბავი და გავიდა ორი დღე და შესაძლებლად მოვიდა გია უახლოეს მეგობრებთან და მე ხა ყიფოც ხარ გავბრაზდება და თქვა ძალიან აშიტებული ვიყავი ისე გახარებული ვიყავი რომ ეხა ზედმეტი მომივიდა გაეხოთა კიდე იხუმრა ყიფო გაეცინა და ნუ მოკლედ სხვაფერი დამთავრდა იმ ლოჯიაში დავჯახით ხა ბევრი ვარ და კაი სიმღერა და კაი გიტარა და ყველაფერი და ჩამდროს ზარია კარზე და ეს ბიჭები ეციან უკვე ეს ისტორია ვიღაცა თქვა მე მგონი შოთარი მილორავერთი გაუღეო ყიფო ნუ ყიფო ხარხარებს და ღიმილით გააღო და ნუ ხედავს კახი ასათიანო კახი ხა საყვარლესი ადამიანი მაგრამ ორი ძალიან სოლიდური ასაკოვანი კაცია
ხო და კახის ძღოლს აქვს რაღაცა ჟურნალის მაგიდის ხელა, აი ხელა თუ აღმოჩნდა მე კიევის ტორტი. ესე ერთი ეს ხანდაზმული კაცი აღმოჩნდა უკრაინის პარტაგენოსეს შერბიცკის თანაშემწე, მეორე თავარი პარტაგენოსეს ბრეჟნევის თანაშემწე. დათოს გაცნობა უნდა და იმას კიდე დანაბარები ქონდა შერბიცკიმ ფეხბურთი ყავდა ძალიან სხვა შორის და დათოს გამოუგზავნა ეს ისა. ნახე ტორტი დაიჭრა შემოვიპატიჟე, თავპატიჟე არ დავოდიათ. ტორტი დაიჭრა, მაგიდა განახტა ყველაფერი. რაღაცები დაბრიარიაშო, გადამჯი დაждენ ესენიც. რომ ბრეჟნევის თანაშემწე მაინდამაინც ფერაძე აღმოჩნდა გვერდზე რა. ой დასოლიდურად იქცეოდა თავიდან, მაგრამ მე ღიმილი შეეპარა, მე იცინა და მე ბოლოს ისე ხარხარა, ნუ ძრის მოაბრუნე წყალი მეაწოდეს. ასო რა უქნებოდა ფერაძის ხელში ამოვიდოდა და ფერაძე გონება გახარებული რომ ეხლა რამდენიმე კაც მოგმართა, ვისაც თვლიდა რომ ამაში გამოდგებოდით. მოგილეთ ხვალეო, მეორე დღეს გამოდის ბრეჟნევი სპორტის სასახლესთან გახსოვს, ტრიბუნა იყო და ხვალე გამოდის ბრეჟნევი და თბილისის დინამოს მიულოცავს გამარჯვებასო და ეხლა კახა უთქვა შეხვალ გადაერიეო და ეს მიხვდა რომ ამაზეა საუბარის თანაშემწე пишите ребята только не больше одного абзаца покороче ასე გავხდით ბრეჟნევის სპიჩრაიტერები ანუ თქვენ დაუწერეთ ეგ ნაწილი მე კი დავუწერეთ მაგრამ ცოტა შეცვალა ეგ ბრეჟნევმა და საბოლოოდ აგერ არის ასე თქვა თქვენი ვერსია აგერ ფაქტი აგერ არის გაზეთი კომუნისტი ციტატა გაზეთი კომუნისტი და რა თქვა გენსეკმა ჩვენი მიწოდებით რა ვთქვი. ნამდვილი საზეიმო განწყობა მაშინ იქმნება, როცა საქმე კარგად მიდის, ეს კი ყველამ დავინახეთ და ვიგრძენით საქართველოში. არც თბილისის დინამოელებმა გვიმტყუნეს, მოიპოვეს ევროპული ფეხბურთის საპატიო პრიზი, ტყუილად როდი ვქომაგობდით მათ ყველანი ერთად. აი როგორ ხომაგობდა ბრეჟნევი. მე მგონი დაგტარსა მაგრამ. კეთილ იმის მერე ვეღარაფერი მოვიგე 45 წელების მერე არაფერი მოვიგე დინამოს რა. ხერ ყოველ შემთხვევაში კეთილი გულით დავწერეთ ფაქტია. მენფიკასო დაემართა გუთმანის ხელა. მამას არ დაუწყებია, თამამ პირიქით მოგვილოცა, მაგრამ რაღაცა თარსად მოგვილოცა. შედეგი ეს გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, იმისთვის რომ თქვენ ახერხებთ ყოველთვის ისეთი მნიშვნელოვანი მხარეების წინა პლანზე წამოწევას და რაც თავარია ქართული მიმართებით და აი იმ შინაგანი დახვეწილობით, რომელიც ახასიათებდა დავით ყიფიანს და რომელიც წითელ ზოლად გასდევს თქვენს ჟურნალისტურ საქმიანობას. მე როგორც თქვენი წიგნების ერთგული მკითხველი, შემთხვევით ძალიან დიდი საჩუქარია და უღრმესი მადლობა ამისთვის. პატარა მუსიკალური საჩუქარი ჩვენს გვაქვს მომზადებული თქვენთვის და ჩვენი შოუს მაყურებლისთვის და სიმღერას გია ყანჩელის შესანიშნავ ნაწარმოებს ააჟღერებს ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მარიამ ერქომაიშვილი და ვფიქრობ თავისი განწყობით და თავისი შინაგანი აი ემოციური ბუნებით ეს სიმღერა ზუსტად ესადაგება იმ განწყობას, იმ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ გვაქვს დიდი დავით ყიფიანის მიმართ. მე მაინც მოვა მე ნადრება გაზაფხულზე იების თოვა ჩემს ღიმილს ჩემს ტკივილს ჩემს რემლებს მე კარში ვფანტავ და ვეძებ სხვა გზას ჩემს ღიმილს ჩემს ტკივილს ჩემს რემლებს მე კარში ვფანტავ და ვეძებ სხვა გზას და
დიდი მადლობა მარიამ ერქომაიშვილს. დღესამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.